იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა საჯარო ლექციის ფორმატში მხარეების საჯარო სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციურ მიდგომებსა და უწყების განვითარების ხედვაზე ისაუბრეს. შეხვედრა იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავს. სტუდენტებს გავაცანით იუსტიციის სახლის კონცეფცია, მის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები, ასევე ვესაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რაც იგეგმება იუსტიციის სახლებში, ვესაუბრეთ იუსტიციის სახლების განვითარებაზე, იმ სიახლეებზე, რასაც ვნერგავთ აქტიურად. ბუნებრივად ძალიან ბევრი კითხვა გქონდათ პროცესებთან მიმართებაში, რაზეც ამომწურავი პასუხები გავეცით. თავისთავად, როდესაც საჯარო მოხელე მოდის უნივერსიტეტში, სტუდენტთან შესახვედრად, ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე, მომავალი სპეციალისტების ფორმირებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეხებოდა საჯარო სერვისებს იმ თემას, რაც ყოველდღიურად თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანს ეხება, ვისაუბრეთ იმ ინოვაციებზე და რეფორმებზე, რომლებიც იუსტიციის სახლის მიერ განხორციელდა.